ეს პროცესები, როგორც ექსპერტები საუბრობენ, საერთაშორისო ზონის ექსპერტები როგორც საუბრობენ, ჯერ კიდევ 30 წლის უკან იყო უკვე ამის წინაპირობები მოწესრიგებული. როგორც ჩანს, უფრო ადრეც იყო ეს ცივი ომის დამთავრებისთანავე უკვე რაღაც წინაპირობები იქნებოდა ამ საკითხებზე და თავისებურად მართალი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის ბლოკის დამარცხების შემდეგ თავისებურად მართალი აღმოჩნდა კუკუიამაც და ანტიქტონიც, როდესაც ისტორიის აღსასრული იწინასწარმეტყველა ყველა ერთმა და მეორედ კიდევ ახალ ცივილიზაციურ კონფლიქტებში გადასვლა დაანონსა. ფაქტია, რომ ის რაც შეიძლება ამ საუკუნის დასაწყისში დაწყებული პროცესები ამ მიწურულში, დღეს ვართ ჩვენ ამ პროცესების ასე ვთქვათ პიკში და ჩემი გამოსვლისას ქართულ პარალელის გავავლებ ვენის ეგრეთ წოდებული აქცია. ევროპულ კონცერტსაც უწოდებენ ხოლმე ვენის გადაწყვეტილებებთან, რაღაც პარალელებსაც ვეცდები. ჩვენ ახლა დავნიშნოთ, რომ სახეზე გვაქვს არა მარტო ფუნდამენტალური გეოპოლიტიკური ცვლილებები, არამედ თავად გეოპოლიტიკის შინაარსი განიცდის მოცვლილებებს. სულ რომ წავიდეთ თავად გეოპოლიტიკის განსაზღვრება გახდა უფრო გაცილებით ფართო და მასშტაბური, იმიტომ რომ თვითონ ფუძე გეოგრაფიულთან ერთად მას შეეძინა პლანეტარული შინაარსი, ანუ სუპერსახელმწიფოებსა და ბლოკებს შორის ჩვენ უკვე პოლიტიკის გლობალური განსხვავება გვაქვს, რომელსაც ცივილიზაციური შეტაკების პოტენციალი აქვს, მაგრამ უფრო მეტად მე გავამახვილები ამ ტერმინის მეორე ნაწილზე, პოლიტიკაზე, რაც ტრადიციული აზრებით ნიშნავდა იმას, რომ ძალაუფლება პოლიტიკის ძალაუფლება მოხდარიყო სივრცეებზე და ახალი გააზრებით კიდევ უკვე გლობალური აქტორები ისწრაფვიან არა იმდენად ზოგადი სივრცეების კონტროლზე, რამდენადაც ამ სივრცეების კომუნიკაციურ არხებსა და ნაკადების კონტროლისაკენ. ერთ წელანაც აღნიშნებდა და საუბრობდი ამ თემაზე, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკის ამ სივრცით გეოგრაფიულ განზომილებას დღეს ემატება არა ძველი დამახასიათებელი ისეთი შრეხები, როგორც არის ფინანსურ-ეკონომიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, ისტორიული, ცივილიზაციური, ეთნიკური, მაგრამ მაინც გეოეკონომიკურ ასპექტებს აღნიშნავდა სატრანსპორტო რესურსებს და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მომენტი, რასაც აღნიშნავდი რა ტრანსფორმაციას განიცდის რა მოცემულობაშიც ახლა ვარ ჩვენ, არის ის, რომ თვითონ გეოპოლიტიკის სივრცე გაფართოვდა. ანუ თუკი კლასიკურ ამდეც და კლასიკურ გეოპოლიტიკაში ძველ პერიოდში არსებობდა ხმელეთი და წყალი, თალასოკრატიასა და თეოკრატიის ეს დაპირისპირება, შემდგომ მას დაემატა სივრცის ამართვას საჰაერო სივრცე და სამყურის ბოლომდე პრინციპში არსებობდა გეოპოლიტიკური ფიზიკური სივრცის სამი განზომილება, გეოსფერო, ჰიდროსფერო და ატმოსფერო. ბოლო პერიოდში ამას ემატება უკვე ახლო შორი კოსმოსი, წყალქვეშა სივრცე. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ახალი შემოდის, ეს არის ის, რომ ვირტუალური სივრცე იქნება, ვირტუალური გეოპოლიტიკური სივრცე და ბრძოლა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ხორცებად შემზადებად. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც პრაქტიკულად მე ვიტყოდი, ფუნდამენტალური ცვლილება განიცადა, ეს არის მაკინდერს პიკმენის ეგრეთ წოდებული კანონი ან მიდგომა სამყაროს კონტროლის შესახებ. როდესაც მაკინდერი აცხადებდა, რომ ის ვინც აკონტროლებს ქართლს, აკონტროლებს შუამდინარე მიწას, ის აკონტროლებს სამყაროს და მეორე პიკმენის პიკმენისეული ვინც ამ სივრცის განაპირა ზოლებს აკონტროლებს. უფრო კონკრეტული რო ვიყოთ ჩვენ დღევანდელ მოცემულობაში, მივიღეთ ის, რომ ცივი ომის დამთავრების შემდეგ შავი ზღვა გაიხსნა
ორ ბლოკს შორის, ვარშავის შეჩეკულებსა და ნატოს შორის, ეს იმპულსი ბალკანეთთან წამოვიდა შავ ზღვაზე, სამხრეთ კავკასია, კასპიის ორეულიც გაფართოვდა, სხვა ქვეყნები, მთელი ცენტრალური აზია, ჩრდილოეთ ჩინეთამდე. ეს არის ესეთი გამყოფი ზოლი და ეს ანაკონდას ყელი, როგორც უწოდებენ, ვინც ამ ზოლს აკონტროლებს, ის აკონტროლებს სამყაროს. ძველი მიდგომითაც სახმელეთო და საზღვაო ცივილიზაციების ჯარის კონტექსტშიც და თუნდაც დღევანდელი ახალი გადააზრებების კონტექსტში. სწორედ აი ამ მიდგომამ განიცადა ცვლილება გარკვეულწილად და დღეს დაემატა მას ის, რომ ის აკონტროლებს კოსმოსს, ახლო და შიდა კოსმოსს, ის აკონტროლებს სამყაროს და ასევე წყალქვეშა სივრცეს. ეს არის ახალი საკითხები, ახალი ცვლილებები გეოპოლიტიკურ გააზრებაში. კიდევ ერთი ფაქტორი, შეიძლება ასეთი მნიშვნელობის არ მაგრამ გავინასახოს ყველაფერზე, ეს არის ახალი გეოპოლიტიკური სკოლების ფორმირება და ახალი გეოსტრატეგიები, რომლებიც უფრო მომართული არის გაერთიანებების ფორმირებაზე, ვიდრე წინა პერიოდში იყო. ჩვენ რატო ვსაუბრობთ ასე დეტალურად ამ საკითხებზე, მაინც ვეცდები ჩემი დაგუთხებაში ჩავეტიო, ასე რომ ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ვიცოდეთ, რა დომინირებული გეოპოლიტიკური პროექტებია ჩვენ გარშემო. ეს იყო სხვადასხვა პერიოდში იყო ატლანტიზმის ორი მოდელი, ნეოატლანტიზმის სახით და ნეომონდიალიზმის სახით, ჩინური კონფუციანიზმის სახით, რუსული ნეოევრაზიელობა, ნეოსმანიზმი და ეს ყველანი ჩვენთან ფოკუსირებული არიან, კონკურირებულ გარემოში არიან, რომელიც შეიძლება ერთ-ორი ძველ ახალსაც გაჩვენებ, სადაც საოცარი ის არის სამხრეთ კავკასიის მიმართებაში, მათი მიერ შემოსაზღვრული საზღვრები, ცივილიზაციური საზღვრები თითქოს ჩვენთან არ იკვეთება და რაღაც სივრცეს ტოვებენ მანევრებისათვის სტრატეგიული პაუზის დასაჭერად ჩვენთვის, რომ მე რაღაცებზე სწორი ორიენტირება გავაკეთოთ. ჩვენ აღვნიშნეთ თვითონ შინაარსში ცვლილებები, რაც მოხდა ბევრი სხვაც არის, მაგრამ რაც მოკლედ რაც შეიძლება ტერმინის გააზრებაში ცვლილებები, მაგრამ აქ უფრო ფუნდამენტალური გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ესაუბარი და ვეცდები ამაზე გავამართული ყურადღება შინაარსში რა ცვლილებები განიცადა უკვე რეალურ განხორციელებაში ამან. ხო, ჩვენ არ ვიხდებით ორიგინალურები თუ ვიტყვით, რომ სამყაროს კონუსური მოწყობის შესახებ ეს იდეები გააჩნდა და სულ საუბრობთ ხან ერთპოლარულობაზე, ბიზე, ბიპოლარულობაზე, ანუ მრავალპოლარულობაზე, მაგრამ ეს იდეები არ ახალია და ჰეგემონობის პრობლემა როგორც ომის დაწყების საფრთხე ეს უძველესი დროიდან მოდის. თუმცა უფრო კონკრეტული ფორმულირებები ამ ყველაფერმა განიცადა გასული საუკუნის მეორე ნახევარში, როცა საუბარი არის სამყაროს პოლიტიკურ მოდელირებაზე. სახელმწიფოთა სისტემაში ერთი პოლუსის დომინირებაზე. აქ ალბათ დო კაპლანს ვახსენებით და ალბათ მას ახსენებენ ხოლმე, მე მაინც დღევანდელი კონფერენციის მიზნებიდან გამომდინარე ვეცდები უკვე რეალობას დავუბრუნდე და საერთაშორისო თანამედროვე საერთაშორისო გეოპოლიტიკურ სისტემაში ფოკუსირება გავაკეთო იმ გეოპოლიტიკურ რამდენიმე მოდელზე, 5-6 შეიძლება მეტიც იყოს ჩამოთვლილი, მაგრამ იმ რამდენიმე მოდელზე, რომლებიც ჩემი აზრით გააჩნიათ განვითარების პოტენციალი თანამედროვე სამყაროში, რომელიც პოტენციალად ჩვენზე შეიძლება აისახოს. ეს არის ძალთა ბალანსი, პირველი და ამაზე ალბათ მე ცოტა უფრო ვრცლად მომიწევს საუბარი, ეს პრაქტიკულად შინაარსში გულისხმობს მრავალპოლარულობას, ბიპოლარულობა, ხისტი სუბუქი ბიპოლარულობა, ხისტი ბიპოლარულობა და
იერარქიული მოდელი, რომელიც აქ დავაზუსტეთ, რომ აქ კოეფიციენტები იცვლება, არის უნივერსალური სისტემები, ამებზე არ დავკონკრეტები. როდესაც ვსაუბრობთ ძალთა ბალანსის მოდელზე, აქ ჩვენ მხედველობაში გვაქვს 5-6 გლობალური გეოპოლიტიკური აქტორისაგან შემდგარი სისტემა, გეოპოლიტიკური სისტემა. შესაძლებელია უფრო მეტიც იყოს, მაგრამ არც თუ ბევრად მეტი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში უკვე ურთიერთქმედების კოეფიციენტი მკვეთრად ვარდება და ეფექტური რეაგირება ვერ ხდება იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც ასეთი თანამშრომლებისას საქმეებია ხოლმე. თუ ისტორიას გადავხედავთ და ამაზე არ ვიცი როგორ მომეცემა საშუალება მე რომ თუ იქნება ინტერესი მეკვლით ალბათ შეიძლება ვისაუბროთ. ისტორიას ჰქონდა ასეთი მომენტები მე-18-19 საუკუნეებში, როდესაც ვენის კონგრესის მერე იქნება ახალი წესრიგი, ვენის კონგრესის სახით მას ევროპულ სახელმწიფოებთან თანხმობა ჰქვია შინაარსობრივად, მაგრამ რუსულ იმაში კონცერტად ითარგმნა ინგლისური პირდაპირ გადმოიტანეს დასახელება კონცერტად, ხანდახან თუ ვიტყვი ევროპულ სახელმწიფოებთან კონცერტი მეთქი, იცით რასაც გულისხმობ ვენაზე მასაუბრების წესრიგზე, რომელმაც აქ ვთქვათ, რომ თითქმის 100 წელი იარსება მეორე პირველი მსოფლიოების დაწყებამდე. აი ეს როცა ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ ძალთა ბალანსი ამ დავაპოლარულობაზე 21 საუკუნის ძალთა ბალანსისა და დავაპოლარულობის დროს აი ეს გამოცდილება არის ორიენტირებული, არა მოდელი, არამედ ორიენტირებული და იქ დაშვებული შეცდომები თუ პრობლემები უკვე დღეს ვფიქრობენ, რომ იქნას გათვალისწინებული. ხო. იმასაც ასე ჰქონდა სახელმწიფოთა კავშირის მაშინდელს ამბიციები და თუმცა რაღაც პროცესებმა, რომლებიც იგამვითარდა პრინციპში და ბოლო კრიზისმა პირველი მსოფლიო ომის წინ პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა ამ ასწლიან პროცესს. ჩვენ დღეს უნდა ვიცოდეთ, როგორ იქცევიან მრავალპოლარულობის დროს ესეთ ვითარებაში, რას უნდა ველოდეთ, რა ტაქტიკა აქვს ამ მოდელში გლობალურ აქტორებს. გუშინ ბატონ ბოჩასთან მქონდა კონფერენციის თემებთან დაკავშირებით ის და მე როგორც ვიცი, ცოტა ფაქტურდებოდა თქვენთანაც ამ თემაზე მსჯელობა და მე ასეთი უცხარი რომ ზოგადად ასეთი ტერმინია გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის ვინც არ არის მოლაპარაკების მაგიდაზე, ის აღმოჩნდება მენიუში. იმ მაგიდის მენიუში. ჩვენი ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიქნებ ადგილი, იმიტომ გეოპოლიტიკა და გეოპოლიტიკური აქტორობა გულისხმობს სივრცეს, ტერიტორიას, ბევრ ფაქტორს და აქედან გამომდინარე, ჩვენ აი ის ცოდნით უნდა ვიყოთ აღჭურვილი მოდელების, სწორი პოზიციონირებისათვის, რომ არ აღმოჩნდეთ იმ არასწორ პოზიციონირებისას მასთან ერთად მენიუში, ვისთანაც არასწორ დათვლას გავაკეთეთ, არასწორ პოზიციონირებას მოახდინეთ. მაინც თავისი წესები აქვს ისტორიულადაც და დღესაც აი ძალთა ბალანსის მრავალპოლარულობის პირობებში აქტორების ურთიერთმოქმედებას. ისინი მოქმედებენ ერთმანეთთან როგორც წესი ძალიან მაქსიმალურად ცდილობენ რომ მოლაპარაკებებით გადაწყვეტოს საკითხები ვიდრე ომებით, მაგრამ თუ შანსი მიეცათ, ეს მეორე პუნქტად შეგვიძლია ვთქვათ, თუ შანსი მიეცათ, აუცილებლად ომით აღწევენ თავიანთი გეგმის რეალიზაციას. კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ ამ ძალთა ბალანსის პირობებში ერთ-ერთი ძლიერი აქტორის წინააღმდეგ ომის შეწყვეტას ვიდრე მის სრულ განადგურებას. ეს არ არის მიზანი, იმიტომ რომ ის პოტენციურად დასუსტებული ახალ მოცემულობაში სასწრაფოდ პარტნიორად იქცევა ხოლმე და ამიტომ არავინ არ ისახავს მიზნად, რომ სრული ის მოხდეს მისი. ამიტომ ეს ფაქტორებიც მუდამ არის. ნუ იქ ახლა რომ თვითონ სისტემაში ნებისმიერი კოალიციის წინააღმდეგ უნდა იმოქმედონ, რომ მოიპოვოს დომინანტური მდგომარეობა სისტემის დანარჩენ ნაწილებთან მიმართებაში. ასევე ზენაციონალური მასაუბრებელი ხარს ახალი სტრუქტურების ფორმირებას. და
თავარი ისე უბრუნდები იმას, რომ სულ არის მუდმივი ცდილობა, რომ დამარცხებული აქტორები რამდენადაც ისევ ჩაერთონ სისტემაში, განიხილება ყველა ძირითადი აქტორის მისაღებობა ახალ გეოპოლიტიკურ მოდელში, ახალ სისტემაში. ეს ფაქტიურად გითხარით წინა, რომ ეს არის ფაქტიურად მრავალპოლარული სისტემა და ჩვენ არ ვართ შორს მოვლენათა ასეთი განვითარებისათვის გლობალურ გეოპოლიტიკურ სისტემაში. ახლა ასე დროს იქნება არც ხანგრძლივადიანი კოალიციები, არც თუ სასტიკი ომები თუ ამას მიაღწიეს ასე შედეგს, არც თუ ხანგრძლივი სასტიკი ომებით, მათი მიზანი არის პოპულარულ ენაზე ვთქვათ, არასწორი წევრი, არასწორი გლობალური აქტორი დასვან თავის ადგილზე. მოძლიერებული მოწინააღმდეგე, მოძლიერებული პატრიოტი. იმიტომ ის მომავალი კოალიციის ისევ პატრიოტია და არ ხდება მისი ბოლომდე განადგურება და ბალანსისათვის, ძალთა ბალანსის სისტემაში აუცილებლად საჭირო ხდება ისევ პარტნიორად იყოს. ნუ ახლა აქ რაც მაგალითები ყველაზე კარგი ის არის ჩვენ ვიყურებით უკან იმისათვის რომ ვიყუროთ უკან მოვისაძებთ. ნუ ესეთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ყირიმის ომი 1954 წლებში, რუსეთის გაძლიერება იყო და პრეტენზიები იყო ამიტომ ოსმალეთისადმი დასუსტებული ოსმალეთისადმი რაღაც პარტნიორობა და იყო სწრაფა რომ სრუტეები და შავი ზღვა გადაქცეულიყო შიდა ზღვად რუსეთს თურქეთის და ამას მოყვა სასწრაფოდ ბრიტანეთ-ფრანგულ-თურქულ და სარდინიული კოალიცია. ნუ სევასტოპოლის აგრებისთანავე რუსეთი მიიღო ზავის პირობები და პირველად დამთავრდა შავი ზღვის თეატრში ყველაფერი და კოალიციური ომების სისტემა მსგავსად აწარმოებს. მე ფაქტიურად მე ალბათ მომეცემა დისკუსიის დროს და უფრო ფართოდ გავხსნი იმ პოპულარობის რაღაც გამოწვევებს და რას ველოდებით და რას არ შეიძლება ველოდოთ, ორი სიტყვით პოპულარობაზეც ვიტყვით და ეს პოლარობაზეც და მე ჩემ კოლეგებთან სიტყვას. ნუ ახლა ბიპოლარობა ჩვენ ნახეთ, ხისტიც და რბილიც, ტელეციების პერიოდი ასეთი იყო, ამის გამსწრებელი ვიყავით ჩვენ და ესეც ისტორიულია, რომ ამ ბიპოლარულ სისტემას, მეცემ თქვი, იმ სისტემას ლოკალური და ხშირობები და ადგილზე მოსვლის ის აქვს მარტო ბოდიშვილი ასეთი ტერმინებისთვის მისია აქვს სასტიკი ომებითა და ეს ბიპოლარობის მაგალითებად გამოგვადგება ჩვენ პირველი და მეორე მსოფლიო ომის წინა სიტუაციები. ნუ აქ ამგანდა სამხედრო კავშირი, არამედიკული ხელშეკრულება და ტერორი პაქტია, ნატო და ვარშავის ხელშეკრულება, ეს ჩვენ ასწავლებთ და გავიარეთ საკუთარ მაგალითებზე, ხო? აი ხისტი ბიპოლარობა აქ უფრო გასხვება ამ მოდელს შორის ის არის, რომ უფრო ჩართულობა არის მეტი ისა, ანუ სხვა წევრები ამ ბიპოლარობის დროს დისტანცირებულები არიან, ან ნეიტრალური უკავიათ, ან პრობლემა უკავიათ, ან საერთოდ პრობლემების განვითარებას ელოდებიან და ხისტის შემთხვევაში კიდევ მონაწილეთა რაოდენობა მეტად იხდება და თვითონ მსოფლიო ომების პერიოდი პირველი და მეორე მიგვითითებს ამაზე 39 სახელმწიფო და 61 მონაწილეობდა შესაბამისად პირველ და მეორე მსოფლიო ომში 1.7 მილიარდი მოსახლეობით პირველ და მეორე მსოფლიო ომებში და 62% და 75% პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. აი ესეთი სიტუაცია შემთხვევით არის სხვადასხვა ავტორებში, ერთ-ერთი ავტორებში საერთაშორისო ომებზე ძალიან აქტიურად სტალინი ერთ-ერთი მათითულება გადახაზა და გადმოხაზა ყველაფერი, ხო? იერარქიულ მოდელზე არაფერს გეტყვით ეს ნახეთ ჩვენ რაც იყო როგორც არის პოლიციანები. ეს მომენტი ორი სიტყვა გეოპოლიტიკურ კონფლიქტზე, რომელიც აეხება კონფლიქტს, წიგდება და კულმინაციას აღწევს. ჩვენ აქ მხედველობაში ვართ, როდესაც არის გეოპოლიტიკური სისტემის ორი ან მეტი სუბიექტი ერთმანეთს უპირისპირდება და აქ ორი მიზანია გეოპოლიტიკური დაპირისპირების დროს. ორი მოდელი
4 ქვემოდელი, 2 მოდელი, ერთი არის გეოპოლიტიკურ აქტორს უნდა თავისი სტატუსი შეცვალოს მოწინააღმდეგის სტატუსების დაქვეითების ხარჯზე. და მეორე მიდგომა არის, რომ მთლიანად ავღიონ კარტი. გეოპოლიტიკურ სისტემას შეიცვალოს მთლიანად. ჩვენ ახლა ვართ ამ მოვლენების ერთიან მიჯნაზე. თუკი პირველ შემთხვევაში სისტემის შეცვლაზე ლაპარაკობთ, გეოპოლიტიკური სისტემის შეცვლაზე, ახლა რა დაკონკრეტები, ბოლო გაეროს AES-ული წარდგენილი პროექტის ყურადღებით წაკითხვაც საკმარისია, უკრაინული, მერე ამერიკული ასამბლეაზე, ამერიკულში ევროკავშირის დამატებები, მერე ამერიკა ამაზე თავშეკავება და უშიშროების საბჭოზე ამერიკის მიერ შეტანილი რეზოლუცია, რომელსაც რუსეთიც აჭერს თითს. და ყველა საინტერესო კიდია ამ პერიპეტიებში ის არის, რომ ეს თარიღი უკვე ჩათვალეს, როდესაც ერთდროულად ეს იმასხნეს, აი ამ იმების დასაწყისად, რასაც აღსაუბრეთ. ვიაც ციფრებით ამოვიღეს ზუსტად ვინვის და როგორ და რანაირად გადანაწილდა ამ ბოლო იმაზე. ეს თარიღი გავაწყდები და ისტორიაში ჩაიწერება უშინძელი აი რეზოლუცია. აქამდე არც ერთი რეზოლუცია არ მიღებულა ამთან დაკავშირებით. არც ერთი. იმიტომ რომ ეთოსი ხელებდა რუსეთი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თუ გაითვალისწინებთ იმათ უკრაინული მოდელიც მიიღეს და ამერიკისაც რომელსაც საფრანგეთმა წარადგინა და რომელი მოდელიც არ იყო ითვალისწინებდა იმ ამერიკულ პირველ ვარიანტის შესრულებით და იქ ამერიკამ თავი შეიკავა, მაგრამ საბჭოზე გაიტანეს და იმას სარეკომენდაციო ხასიათი ეგენა ასამბლეაზე და უშუალოდ საბჭოში ეს თეორიულად სამოქმედობებმა სხვა საკითხები პრაქტიკაში შედარდება და ის აპრიორი ის არის სარეკომენდაციო. ისე რომ ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენ თუკი ჩვენ ლაპარაკობთ რომ სტატუსის შეცვლაზეა ლაპარაკი, აქაც რამდენიმე ვარიანტია. ერთი ვარიანტი არის კონფლიქტი ნულოვანი შედეგით, გეოპოლიტიკური კონფლიქტი, როდესაც გამარჯვებული იღებს ყველაფერს და დამარცხებული არაფერს და მეორე ტიპი არის, ესე იგი, არანულოვანი ჯამით, ყველა მონაწილე რაღაცას მოიპოვებს, რაღაცა ხელს ნახულობს აბსოლუტურობაში. ანუ კიდევ ერთხელ დაკონკრეტები, ორმხრივი სისტემატიკური გეოპოლიტიკური კონფლიქტი, აი ტრანსფორმაციის ჩვენ მიმართული, ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და თვალი ვადევნოთ და მრავალმხრივი სისტემური ცდელობა გეოპოლიტიკური კონფლიქტისა. და მეორე არის სტატუსური. ორმხრივი სტატუსური სტატუსების შეცვალა, ან მრავალმხრივი სტატუსური, როდესაც უკვე ახლები, რომელიც მანამდე მოედანზე არიან გეოპოლიტიკური მოედანზე, მათი ჩართვის ხდება. ეხლა მთლად ხარისზე რომ არ გამომივიდეს ლაპარაკი და